პოლიტიკური მართლმსაჯულების კიდევ ერთი დღე საქალაქო სასამართლოში. დღეს დილიდან განსასჯელი სკამზე კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძეს ხედან. ივანიშვილის პროკურატურა მათ წულუკიანის არალეგიტიმური კომისიის ხდომაზე გამოუცხადებლობის გამო ასამართლებს. ამ წუთებში მამუკა ხაზარაძის საქმეზე მიმდინარეობს წინა სასამართლოს ხდომა, მანამდე კი ბადრი ჯაფარიძის უფლებადამცველებმა მოსამართლე ირაკლი შვანგირაძის აცილება და თეა წულუკიანის დაკითხვა მოითხოვეს. არც ერთი შუამდგომლობა მოსამართლემ დღეს არ დააკმაყოფილა. რა ხდება ამ წუთებში სასამართლო პროცესზე? ქეთი ნადიბაიძე ბოლო ინფორმაციით გვერდება საქალაქო სასამართლოდან პირდაპირ ეთერში. რამდენიმე წუთია მამუკა ხაზარაძის ხდომა მიმდინარეობს და იგივე მოთხოვნები ექნებათ მის ადვოკატებს ხაზარაძის საქმეზეც, რა მოთხოვნებიც მათ ცოტა ხნის წინ დააყენეს ამ პარტიის კიდევ ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის საქმეზე. ერთ-ერთი მთავარი შუამდგომლობა, რომლის დაკმაყოფილებასაც სასამართლოს მოითხოვენ, ეს უკავშირდება ქართული ოცნების საგამოძიებო კომისიის წევრების გამოკითხვას და მოწმის სტატუსით მოწმეთა სიაში ჩასმას, მათ შორის თეა წულუკიანის, რადგან სწორედ ამ კომისიის წევრების მიმართვის საფუძველზე აქვს პროკურატურას დაწყებული გამოძიება, თუმცა მიუხედავად ამისა, ბრალდების მხარე მაინც მიიჩნევს, რომ არ არის საჭირო ამ პირების გამოკითხვა და რომ საკმარისია გამოიკითხონ პარლამენტის აპარატის თანამშრომლები, რომლებმაც ტექნიკურ ნაწილში მიიღეს მონაწილეობა და გარკვეული დოკუმენტაცია გააფორმეს ამ საკითხთან დაკავშირებით. ბადრი ჯაფარიძის შემთხვევაში, რომლის საქმეც დასრულდა სულ ცოტა ხნის წინ, არ დააკმაყოფილა მოსამართლე ირაკლი შვანგირაძე, დათვის მხარის ეს შუამდგომლობა და კომისიის წევრები მოწმეთა სიაში არ არიან და საინტერესოა ახლა მამუკა ხაზარაძის საქმის მოსამართლე, მას სხვა მოსამართლე ყავს, ლევან გელოვანი იხილავს მის საქმეს, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ის ცოტა ხანში ვნახავთ. ბადრის პროცესზე ძალიან საინტერესოა მოსამართლემ საქმეში დატოვა ის მტკიცებულებები, რომელიც წარმოადგენეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა იმის დამადასტურებლად, რომ ეს პარლამენტი არის არალეგიტიმური და ეს საქმეში დევს. ჩვენ უნდა ჩამოვხსნათ ნიღაბი ამ არაკანონიერ ხელისუფლებას და ამას გავაკეთებთ ნებისმიერი ტრიბუნიდან, ნებისმიერ სასამართლოს ხდომა იქნება, ქუჩა იქნება თუ დასავლეთის ტრიბუნა. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ხალხს, თუ როგორ მიიტაცა ბიძინა ივანიშვილმა მოტყუებით ჩვენი ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლება, არალეგიტიმური პარლამენტი ქმნის რაღაც კომისიას უკანონოდ და რატომ არის უკანონოდ, თქვენ შეგიძლიათ დაუსვათ კითხვა წულუკიანს და კითხოთ, სად არის 50% ოპოზიციური პარტიებისა იმ კომისიაში. ბადრი ჯაფარიძის საქმე გაგრძელდა დაახლოებით 2 საათს და ხდომის დასასრულს მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება. ამ საქმეზე დაიწყება არსებითი განხილვები, რაც ნიშნავს იმას, რომ არსებითი განხილვების დასკვნით ეტაპზე უკვე იქნება განაჩენი ბადრი ჯაფარიძის საქმეზე და არა მხოლოდ მის საქმეზე. ჯამში შეგახსენებთ, რომ 8 პოლიტიკოსის წინააღმდეგ არის იდენტური შინაარსის საქმეები აღძრული, თუმცა დამოუკიდებელ სხვადასხვა საქმეებად აქვს პროკურატურას სასამართლოში ეს საქმეები. ეს მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას და ქართული ოცნების პოლიტიკური ოპონენტები, რომლებიც დღეს ბრალდებული სკამზე ხედან, არ გამორიცხავენ, რომ სწორედ ფინალი ამ საქმის იყოს პატიმრობა, რადგან ჩვენ არ ეპარებათ, რომ პოლიტიკური დევნა არის მთავარი მიზანი ამ საქმეების წამოწყების. შეგიძლიათ ახლა ნახოთ ბადრი ჯაფარიძის სასამართლოს ხდომამ, როგორ ჩაიარა, რა მოთხოვნები დააყენეს ადვოკატებმა, რომელთა შორის ერთ-ერთი მთავარი მათთვის იყო ის, რომ თეა წულუკიანის და მისი თანაპარტიელების გამოკითხვა მომხდარი იყო სასამართლოს ფარგლებში და ისინი მოწმის სიაში ჩაემატებინა სასამართლოს, თუმცა ეს შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. ვისი და რისი მომართულ საფუძველზე დაიწყეს გამოძიება? მაგას ჩემს მაგალითად აღწერებს და მისი უნდა დაიკითხონ მოწმეები ჩვენ ასევე იცოდით, რომ ნიმაჭიშვილი ისეთულებიჩებოდა თორმეტი არქმელაძე ნებისმიერი ბადრი ჯაფარიძე, თუმცა გამოკითხვით წაგაბუსვით მათ შეკითხვები, ამ გამოკითხვის არ უნდა გავხდეთ შემდეგ პროცესს. ხალხო წულუკიანს, სუბას და ეგრეთ წოდებული კომისიის წევრებს შემხელობა აქვს თუ არა სისხლის სამართლის საქმესთან? შემხებლობის კუთხით ისაუბრებ მხოლოდ დათვალიერების კუთხზე და ამ მოტავად ვერ გაიგეს შემოქმედება, ამიტომ კიდევ ერთხელ გამიმარტავ დასაწყის პირებს რაც შეეხება უნდა ყოფილიყო კანონის შესაბამისად მათი გამოკითხვის ოქმები, ან მათი პოზიცია გამოკითხვაზე უარყოფის შესახებ და სასამართლოში გამოცხადებასთან დაკავშირებით.
პირდაპირ გეუბნები, პროკურატურის ამ შემთხვევაში საქმისადმი არასწორი დამოკიდებულება ჩანს აქედან, რომ თვითონ არ მოიგონეს, თვითონ არ გამოგიხოს. ჯერ გამოგიხოს, მაგრამ იქ ისინი უზენაესები არიან ამათთვის და აქედან გამომდინარე ვერ გაუგებდეს ამ ადამიანებს დაკითხვა. პირდაპირ სახეზე თანხმობის დაგროვას და ფერდოს გადაგროვა განხილვის ან ის ასოციაცია არის პირდაპირ ინტერაქტიული რომ საგამოძიებო კომისია მინიმუმ 50% უნდა შესაძლებლობდეს პოლიციის წევრებს. ვინც ირჩივლა პროკურატურაში იმ ადამიანების მოწმედ დაკითხვაზე უარი თქვა პროკურატურამ და შესაბამისად სასამართლომაც. პასუხი მარტივ. იმიტომ რომ მათი მოყვანა ძალიან მნიშვნელოვანი არის მოწმეებად, რომ ამ გამოკითხვისას გამოვლინდება კიდევ ერთხელ თუ როგორ ფეხქვეშ გაითელა კანონის უზენაესობა. შეიძლება ითქვას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლო ქცეულია ქართული ოცნების ოპონენტების თავშეყრის ადგილად, ყოველდღიურ რეჟიმში უწევთ მათ სასამართლოში სიარული ან საკუთარ სხდომებზე, ან მათი თანამოაზრების სხდომებზე. ცოტა ხნის წინ დასრულდა, როგორც მოისმინეთ, ბადრი ჯაფარიძის სხდომა, ამ წუთებში მის თანაპარტიელის და ძლიერი საქართველოს კიდევ ერთი ლიდერის მამუკა ხაზარაძის სხდომა მიმდინარეობს. აქ იმყოფებიან სხვა პოლიტიკოსების მხარდასაჭერად, მათ შორის ისინი, რომლებიც ამავე შინაარსის საქმეზე არიან ბრალდებულები და ცოტა ხნის წინ და ეს განცხადება ნახა კიდევაც უკვე არაერთხელ საზოგადოებამ, რომ მაგალითად ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც ბრალდებული არის ამავე შინაარსის საქმეზე, აანონსებს, რომ ამ კვირაში სულ რამდენიმე დღეში 22 მაისს მასაც დაიჭერენ, რადგან ის არაპირებს გირაოს გადახდას და ელოდება, რომ პროკურატურა და სასამართლო მის შემთხვევაშიც გირაოს აღკვეთ ღონისძიებას შესვლის საპატიმრო აღკვეთით და მას სხდომათა დარბაზში დაიჭერენ.